კაი ხალხო. მოგესალმებით. ისევ ჩვენ. ისე მე ვართ, ისე ავიაცია. ბიჭები ვაბრინეთ, ჩემი ბიჭი და ხვიჩას ისწრებთ აი დრონებს. ვინც ერთად ვისაც ვაწყობთ. ერთი 13-ისა, მეორე 14 წლისა. ბატონო დავით. ეს პატარა ვერ ვაფიქრე. დისპეჩერი ყავდა ეს. ეს დისპეჩერი იყო, მე მქონდა. საერო კონტროლერი. საჰაერო კონტროლერი. ბატონო დავით. მოგეწონა საჰაერო კონტროლერობა, გინო დაფრენა? კინო, არა უშა, ცოტა წონა მოიმატე, მერე გაფრენთ. ანუ რა პრობლემებია, თქვა პატარა რო ვაფიქრეთ. საერთოდ როგორც წესი 14 წელზე დაბლა ვერიდებით ფრენას და ჯობია რომ 16 წლამდე რაც წინა ვიდეოში ჩვენ ვისაუბრეთ ვაფრინოთ როგორი ხალხი მშობლებთან ერთად არასრულწლოვნები აუცილებლად მშობლების ნებართვით და ხოლმე ახლა 18 წლის ზემოთ შეგვიძლია თავიანთი ნება ყოფილიყო სქესს მნიშვნელობა არ აქვს. სქესს მნიშვნელობა არ აქვს. როგორ უნდა მოვიდეთ თქვენთან? ჩვენ გვაქვს აეროკლუბი მოგეხსენებათ ავიატორი, ასევე გვაქვს ერთი განხრა ავიატორ პარაგლაიდინგი. ზურა, მე მგონი დადებ ხო ჩვენო ინფორმაციას? საკონტაქტოს დავდებ. საკონტაქტოს დადებს. შეგიძლიათ Facebook-ზე ჩაწეროთ აეროკლუბი ავიატორი. ასევე ზურა თვითონ დადებს ლინკს, მე მგონი. კი, მე დავდებ აუცილებლად. კი. და შეგიძლიათ მოხვიდეთ და გაფრენთ, რა თქმა უნდა. მაგ ძნობას განიცით რა. კი, ნამდვილად. ანუ მეგობრებო, როგორც ვთქვი რა, ჯერ გვეშურებოდა ქარი ძლიერდებოდა, ანუ მოვედი თუ არა ეგრევე ვაფრინეთ ახალგაზრდობა და მე ვიცით უკვე ამას რა და რა ვიცი. თქვენთო ნახავთ მაგ ბავშვებს, მოდით აქ ორივენი. ბატონი ირაკლი და ბატონი. თორე ეს ჩემი ბიჭი არის, აი ესა, ძმები არიან ესენი, ესეც ხვიჩას ბიჭი. როგორი იყო? ძალიან შვენიერი იყო, წარგა